მოგესალმებით კიდევ ერთხელ, პირველ რიგში გელაზე ვიტყვი. ეს არის კარგი ამბავი საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაც შესაძლებელი გახადა მისი ადვოკატის ომარ ფუცელაძის შესანიშნავმა მუშაობამ და იმ გამოძიებების ნაკლოვანებების პროცესზე გამოვლენამ, რაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, გამოძიებას და შესაბამისად გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც არის უნივერსალურად კარგი, სწორი, არითმეტიკულად მათ შორის სწორი გადაწყვეტილება. დანარჩენს რაც შეეხება მთავარი შეკითხვა, მე რაც ახლა მიჩნდება არის გვითხრან ის საპროცესო მოქმედება, ის საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც გახადა შესაძლებელი ამ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი დანაშაულის გამოვლენა. როდის არის ჩატარებული? აი, ჯერ გვითხრან უბრალოდ რა საგამოძიებო მოქმედება. შემდეგ გვითხრან ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება რატო შეიძლება და 1 თვით, 6 თვის ან 1 წლის წინ. ეს უბრალოდ უნდა აგვიხსნა, რომ გავიგოთ მართლა რაღაც სამართლიანობისგან გადაიხარდნენ, თუ უბრალოდ პიარს არის კონკრეტულ. ჩემი აზრით, უბრალოდ ეხლა დაჭირდათ ამის გაკეთება და რამოდენიმე სპეცრაზმენების მსხვერპლად შეწირვა არ არის საკმარისი იმ დანაშაულების გადასაფარად, რაც ჩაიდინეს. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილმა შვილივით გაზრდილი ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვა ციხეში. ილუაშვილი, ბურჭულაძე ციხეებში არიან. ანუ დაუნდობლობის გამოხატულებაა ესა? მიქაუტაძეს ციხეშია. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება რომელიმე ნიღბიან სპეცრაზმანს კონდეს იმის განცდა, რომ სისტემა მაინც და მაინც მას გადაიფარება, მაინც და მაინც მას დაიცავს, აპატიებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და წინასაარჩევნო და ნებისმიერ დროს პიარ სულისთვის, როგორც პაიქს ისე არ გაწირავენ იმის საჩვენებლად და სადემონსტრაციოდ, რომ აი ჩვენ მართლა ისე დიქტატორები კი არა ვართ, კარგი ხალხი ვარ და მართლა ვიღაც დამნაშავეს ვიჭერთ. როცა ხარება გამოდის ტელევიზორში და ამბობს თუ რაიმე გადაცნობა იყო, მე ჩავждები ციხეში, ყველას გვაქვს კადრები ნანახი. ჩაშვების მსხვერპლი არიანო, ოღონდ ეს არ არა, იქ ხო სხვა ამბავი, რომ როცა ადამიანი ამბობს, თუ რაიმე გადაცნობა იყო, უშვებს, რომ გადაცნობა შეიძლება ყოფილიყო. ყველას გვაქვს კადრები ნანახი. დემონსტრაციას როგორ მიუყვანენ ხელს, ფეხს როგორ უყვან სახეში. ეს ანუ გადაცნობა არ არის, ანუ სტანდარტი უნდა გავიგოთ, რა არის გადაცნობის და რა არა. საბოლოო ჯამში ხო, ჩაშვება იქნება, ამ სისტემაში მუდმივად იქნება და როგორც კი რაღაცა ბზარი გაჩნდება, კიდევ უფრო მეტი ჩაშვება იქნება. უბრალოდ ეს არის ეხა ქართულ ოცნებას ჭირდება იმის, რომ ვიღაცებს დაანახოს, რომ აქ რაღაცა სამართლიანობა თურმე ზეიმობს. სინამდვილეში 5 სპეცრაზმონზე უნდა გადაატანონ უამრავი თავდასხმა, ადამიანების ცემა, წამება, მათ შორის სამარშრუტო მარშრუტებში, რომელიც ხალხ უკან დაყენებული და უამრავი ადამიანი გამოგითხული ამაზე გამოძიება. გატარება ეს ყველაფერი. ვიდეოზე გვაქვს ნანახი, ხო უარი მტკიცებულება და წარმოიდგინეთ, რაც არ გვაქვს ნანახი კიდევ რამდენია და ამაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდნენ. ამას ხო არავინ არ იზიებს, როგორ შეიძლება 2 წლის წინ, 1 წლის წინ გეთქვა რა არა, ჩვენი სპეცრაზმი ყველაფერს კარგად აკეთებს და დღეს იძახდა, რომ ვაიმე რა ცუდია, თურმე წაქცეულ ადამიანს ფეხს უტყავენ სახეში და წაქცეულ ადამიანს ფეხს სახეში უტყავდნენ, თქვენმა საქართველოს ნახა დღეს რატო ნახეს მაინც და მაინც მათ, დღეს რატო დაგმეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გვიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს არის პიარ სვლა, ხოლო იმისთვის, რომ რაღაცები ბრჭყალებში გაიправონ მათ და ეს არ გამოდის. მადლობა. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი? აი, ეხლა ხო ვნახეთ ის, რაც ვნახეთ და ამის შემდეგ როგორ ფიქრობ, აი ახსენებ არა ასეული ადამიანი, რომელიც იქ დაკავების მანქანებში თუ სხვაგან რაც ხდებოდა, ხო ეს კორიდორები და დახვედრები და ასე შემდეგ, ნუ აი წარმოუდგენელი კასკადი იყო. ამის შემდეგ რა უნდა ვნახოთ, როგორ ფიქრობ, აი როგორ უნდა გაგრძელდეს პასუხის მოთხოვნა და ამ პროცესზე, რაც ჩვენ ვნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რაზეც გვაჩვენეს ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა. პირველ რიგში თუ თანხმდებით იმაზე, რომ პიარ სვლა, შესაბამისად პიარი ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც ესე იგი ცუდად აქვს, რაღაც საკითხში არის საქმე, სადაც საზოგადოების აზრი არის გადახრილი. შესაბამისად უფრო და უფრო მეტად წინ უნდა წამოიწიოს ის პროცესები, რაც მოხდა და უფრო მეტად უნდა გავაანალიზოთ და უფრო მეტად უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, მათ შორის ფორმულა სიუჟეტი რაც იყო იდეალური და ყველაფერი ამ ძვრების შემდეგ დაიწყეს მათაც მოქმედება, ბევრად მეტი ზიანი უნდა მიიღონ იმ ყველაფრით, რასაც იღებენ და გონიათ, რომ ეხეს ზიანის შემცირების პროგრამა რამოდენიმე ადამიანის გაწირვა, მაგრამ საბოლოოდ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ აქ თავად არიან ბრძანების გამცემები, თავად არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იცოდნენ რა ხდებოდა, რომელი დანაშაული ზუსტად იცოდნენ ამას ვინაკეთებდა, შესაბამისად, ეხლა როგორმე ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს. სხვა გზით ფიზიკურად არ აქვს მათ ხელთ უკვე ძალაუფლება და ჩვენ არ აქვს სხვა რაიმე ინსტრუმენტი, რომ მოძალადები დავსაჯოთ. შესაბამისად, მოგვიწევს, რომ მათთვის შევქმნათ იმგვარი სიტუაცია, სადაც აუცილებლობა იქნება მათი მხრიდან, რომ ეს ადამიანები მინიმუმ სააშკარაოზე გამოიყვანონ. თუ შესაძლებელია 5 სპეცრაზმელის ან მინიმუმ 1 სპეცრაზმელის იდენტიფიცირება მაინც თუ შესაძლებელია, ესე იგი ყველას იდენტიფიცირება არის შესაძლებელი და რისი თქმაც მინდა არის ის, რომ
სპეცრაზმელებისთვისა და პოლიციელებისთვის ამ ხალხს თუნდა ნორმალურ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება, ამის ერთადერთი შანსი არის ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ერთი კაცის ხელში არის ყველაფერი, სადაც არ დაავალებენ, რომ წავიდნენ და ვიღაცები აწამონ ან წაქცეულ ადამიანებს ურტყან, სადაც არ დაავალებენ, რომ ვიღაცა ჯიბეში რაღაც ნარკოტიკი ჩაუდონ ან სრულ მოწმეები იყვნენ სასამართლოს და მე მთელი ცხოვრება შიში უნდა იყვნენ, როდის მოუნდება ხელისუფლებას რაღაცა პიარი გაიკეთოს და როდის დაგვიჭერს ჩვენ. ერთადერთი შანსი, რომ ნორმალურად და მშვიდად იცხოვრონ, არის ის, რომ ერთმართველობა როგორმე მოვაშოროთ ამ ქვეყანას. დიდი მადლობა ორივე თქვენგანს, წარმატებას გისურვებთ. დაგემშვიდობთ